ის მორიგი თარიღი უკვე ცნობილია 28 ნოემბერი ერთი წლის თავი უდიდესი აქციების დაწყების იქნება კიდევ ერთი შეკრების მთავარი თარიღი. აქციის მონაწილეები ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად დგანან დედაქალაქის მთავარ გამზირზე, ამბობენ, რომ რა თქმა უნდა ყოველდღიურ პროტესტებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება, თუმცა ასევე ხაზს უსვამენ იმასაც, რომ არავის უნდა დაავიწყდეს თუ რატომ და საიდან დაიწყო ეს ყველაფერი. ამიტომ სწორედ 28 ნოემბერს დღეს, როდესაც ირაკლი კობახიძემ სრულიად ქართულ საზოგადოებას ამცნო, რომ ქართული ოცნებისათვის უკვე დეკლარირებულად აღარ არის მნიშვნელოვანი ევროპასთან დაახლოება და ჩვენი ქვეყნის დასავლური განვითარება. სწორედ ამ დღიდან ერთი წლის შემდეგ მოქალაქეები ისევ გააგონებენ საკუთარ მტკიცე პოზიციას ბიძინა ივანიშვილის გუნდს იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი არაპირებენ დანებებას, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ხაზს უსვამენ იმას, რომ ბრძოლასა და პროტესტში მათ გაძლეს ემპათიითა და ერთმანეთის მხარდაჭერით, ამიტომ ყველას მოუწოდებენ, რომ 28 ნოემბერს იდგნენ ისევე როგორც მთელი ამ დროის განმავლობაში ერთმანეთის გვერდით და კვლავ დაანახონ ქართულ ოცნებას, რომ საქართველოს ერთადერთი ღირსეული და უალტერნატივო არჩევანი არის დასავლეთი. ერთწლიანი ბრძოლა იყო ჩვენი თითოეული მათგანის ძალიან დიდი გამოცდა და მე ვფიქრობ, რომ ქართულმა ხალხმა ამ ერთი წლის განმავლობაში ეს გამოცდა ღირსეულად ჩააბარა, მაგრამ ეს ბრძოლა არც ერთი წლის თავზე არ გაჩერდება, არავის არ გვაქვს ჩვენ ახლა იმის ილუზია, რომ 2 დღეში და 3 დღეში რამე შეიძლება შეიცვალოს, ჩვენ ვიცით ძალიან კარგად, რომ ეს არის ძალიან მძიმე ბრძოლა და ყველა ვინც ამ ბრძოლაში ჩავერთოთ, ვართ თანახმა, რომ ამ ბრძოლაში ვიყოთ ბოლომდე, სადამდეც იქნება საჭირო. ერთი წელი ხდება, რაც ყოველდღიურად მიდის აქტიურად პროტესტი და ხშირად იძახიან ხოლმე, ჩემი მისამართითაც მსმენია, რომ რატო ერევით პოლიტიკაში, ანუ ეს კითხვა რაღაცნაირად ვერ ამოიწურა და მე ვიტყოდი, რომ პოლიტიკა ერევა ჩემ ცხოვრებაში, ჩემ საქმიანობაში, იმიტომ რომ ერთი წლის წინ სტუდიაში ჩემ საქმეს რო ემსახურებოდი, წერდი ჩემ მუსიკას, მაგრამ მე კობახიძე გამოვიდა და დააბრეხვა ის გენიალური განცხადება და იმის მერე დაგვარბიეს არაერთხელ. ვიდექით მთელი ზამთარი 7 შარვლის და რა ვიცი, აღჭურვილობით. პროტესტი მგონია რომ იქამდე გაგრძელდება, სანამ მიზანს არ მივაღწევთ. არ წარმომედგინა რომ აი ესეთი ერთობა ჩვენ შევკრავდა ერთი წლის განმავლობაში. განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების, განსხვავებული ასაკისა და პროფესიის ხალხი ერთი წლის განმავლობაში ვდგავართ რუსთაველის გამზირზე, იმიტომ რომ ვიცავთ ჩვენს მამულს, ჩვენ სამშობლოს და ვიბრძვით სახელმწიფოებრიობისთვის. ეს სახელმწიფო აი ეს ბრძოლა დაიწყო 9 აპრილს და საქართველოს მოქალაქეებმა აუცილებლად ბოლომდე უნდა მიიყვანონ. იგივე დღე, იგივე ადგილი, უფრო ძლიერი საზოგადოება. ასეთი არის აქციის სახელწოდება, რომელიც 28 ნოემბერს 20 საათზე დედაქალაქის მთავარ გამზირზე გაიმართება. რა თქმა უნდა, ეს არის ბოლო ლოკაცია, სადაც გაჩერდებიან პროტესტის მონაწილეები, თუმცა ამ ეტაპზე არიან დაგეგმვის პროცესში, როგორც ამბობენ საზოგადოებას, ასევე შესთავაზებენ სხვადასხვა ტიპის მსვლელობებს. ეს დღე იქნება მრავალფეროვანი, როგორც თავად გვიანონსებენ, ამიტომ მოუწოდებენ ყველას, რომ აუცილებლად გამოვიდნენ ახმაურონ თბილისის ქუჩები და შემდგომ უკვე შეერთების მთავარი წერტილი, როგორც ეს ხდება ერთი წლის განმავლობაში, იქნება რუსთაველის გამზირი ადგილი, სადაც არაერთხელ გადაწყვეტილა საქართველოს ბედი და სწორედ ამას უსვამენ ხაზს, რომ ამ დღეს კიდევ უნდა დაანახონ ქართულ ოცნებას, რომ მათ ხელშია ჩვენი ქვეყნის მომავალი და არა ბიძინა ივანიშვილის, რომელსაც მათი მტკიცებით ხელისუფლება აქვს მიტაცებული. ეს იყო ხატიევ სამხარაძე.